ზოგადად სახელმწიფო უნდა შეცვალოს მიდგომა, რომ დამოკიდებული ადამიანი არის დამნაშავე, პოტენციური დამნაშავე, თუნდაც არამედ არის, როგორც აღიარებულია დანარჩენ მსოფლიოში, არის დაავადებული, რომელიც აშუქებს მკურნალობას და არა სიტყვაზე გასამართლებას. ისე კანონით აქაც აქამდე მივა. კი, აქამდე მივა. კანონით არის, მაგრამ კანონშივე რჩება იმის თვით არის. პირველი საკითხი ჩვენ ვაკეთებთ, პირველი ძალიან კარგი იქნებოდა რომ შეიცვალოს ზოგადად კვალიფიკაცია. რაც ნიშნავს რომ ახლა ძალიან ბევრი საუბარი მიდის დეკრიმინალიზაციაზე, ან თუნდაც ლიბერალიზაციის საკითხებზე, ან თუნდაც ლეგალიზაციის. ეს განსხვავებული საკითხებია. ერთმანეთთან ძალიან მე რომ ვკითხო, ალბათ ბევრი ქვეყანაში განხორციელებაში გამოიღვიძეს შედეგები, უნდა მოხდეს ნაკლებად მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაცია. იმიტომ რომ არ შეიძლება სიტყვაზე იგივე მარიხუანის მომხმარებელი გახდეს სისხლისამართლებელი დევნის მსხვერპლი. უკეთესი იქნება თუ ის ისევ და ისევ შემოიფარგლება ადმინისტრაციული სამართალდამხვევით და უკვე მოხდება მასზე სხვა სახის ზემოქმედებები. როგორც ადმინისტრაციული სამართალდამხვევი შემდეგ იგზავნება სამუშაო ადგილებზეც და უკვე სხვა სახის პრობლემები ექნება ადამიანს, რომელიც გამოსწორებადია და უკვე არჩება მის ცხოვრებაში დამბად, ასე ვთქვი. კიდევ ერთი საკითხი, ასევე მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით კვალიფიკაციის შესწავლას, ანუ გამსუბუქებას, სასჯელის შემსუბუქებას. ასევე არასწორად შერჩეულია სამიზნე ჯგუფები. რაც ნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, იგივე პროკურატურა ორიენტირებულია უნდა იყოს არა მომხმარებლებზე, არამედ უშუალოდ რეალიზატორებზე, იგივე შემომტანებზე და კონტრაბანდისტებზე. იმიტომ რომ კი ზოგადად ახლა ჩვენ სისხლისამართლის კოდექსით რეალიზაცია ძალიან კაცად ისჯება შედარებით იგივე მომხმარებელთან, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან ცოტა რეალიზატორის დაკავება ხდება, იმიტომ რომ უმეტესობა ალბათ აგენტები არიან, ან ყოველ შემთხვევაში საჭირო ადამიანები. ამიტომ მათზე არ ხდება ფოკუსირება სამართალდამცავი ორგანოების და პირიქით მიდის უშუალოდ მომხმარებლები. მთელი სიმკაცრე და მთელი ზეწოლა და მთელი საადმინისტრაციო რესურსის გამოყენება ხდება სწორედ მომხმარებლებზე. ამიტომ უნდა შეიცვალოს, მეგონი თუ ჩვენ გადავუკეტავთ ჟანგბადს, ასე რომ ვთქვათ, მომხმარებლებს და ძალიან კაცრი პოლიტიკა იქნება არა მარტო სისხლისამართლებელი, აღსრულების საკითხი, კონტროლი ამ საკითხზე. ძალიან ადვილია და მეთანხმებით გამსაკუთრებულად გასვლა, ხო? რეალიზატორი. თუ მართლა მოინდომოს და არ იქნება იქ ლიბერალური პოლიტიკა, ერთი და მეორეზე გაყვანის პოლიტიკა. არამედ უშუალოდ რეალიზატორებზე მუშაობა შეიქმნა ცალკე საგამოძიებო ჯგუფები და ცალკე განყოფილებებიც კი, რომელიც შეისწავლიან ამ საკითხს. შემდეგ საერთაშორისო პრაქტიკის უგუალყოფა ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, იქ კანონების განხილვა, მაგრამ პრაქტიკაში ამის დანერგვა არ ხდება. განხილვის საკითხი ზოგადად ხდება. იგივე ევროპული სტანდარტების რახარუხი გიყვარსიტყვების, იგივე ამერიკული, თუ ასე შემდეგ, მაგრამ მათი ასახვა არ ხდება მე უკვე ჩვენთან. და ან ბრმაგადმოღება ხდება რაღაცა ელემენტები. უნდა მოხდეს მის მოსადაგება. ჯერ უნდა იმის გაანალიზება მოხდეს, შემდეგ ქართული რეალობა შეესაბამოს. ადაპტირება ხო ბრმად არ შეიძლება ძალიან უარყოფით შედეგებს გამოიწვევს იგივე რაც ბევრ სხვა საკითხში მოხდა არა მარტო სამართალდამცავი. ამ პრაქტიკის უგუალყოფა ნიშნავს არა მარტო სისხლისამართლებლების, არამედ გაძიების საკითხებში, იგივე პროფილაქტიკა და რეაბილიტაციის, რომელსაც შემდგომ შევეხებთ. კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები არის, რომ ისევ და ისევ კანონის დონეზეც რომ მოვაგვაროთ ჩვენ და მოგვარებულია უკვე კერძოდ სისხლისამართლის კოდექსში უკვე მომხმარებელი სამედიცინო კუთხით არის შეფასებული არის. რომ ეგ არის სამედიცინო კვალიფიკაცია აქვს სისხლისამართლის კოდექსში მიცემული, მაგრამ მაშინ უკვე წინააღმდეგობაში მოდის, ხო? თუ მას სამედიცინო კვალიფიკაცია აქვს მიცემული და მოხმარება აღიარებულია როგორც პათოლოგიურ სიტყვაზე დაავადება, მაშინ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენ ესე ვასამართლოთ ადამიანს, იმიტომ რომ არის დაავადებული პირი. და სწორედ თუ რომც მოხდეს პრობლემის კანონის დონეზე სწორად ფორმულირება, თუ აღსრულების საკითხში არ მოხდება იგივე, კერძოდ სამართალდამცავი ორგანოები არ განიხილავენ დამოკიდებულ პირს როგორც არა დამნაშავეს, არამედ როგორც ადამიანის რომელსაც სჭირდება დახმარება და შველა, მაშინ საკანონმდებლო ბაზასაც დამეთანხმებით არანაირი შედეგი არ აქვს. თორემ აღსრულების საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში. თორემ და გითხრათ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არც ისე ცუდია, როგორც ყველას გონია. ძალიან კარგი კანონები გვაქვს და ეხლა უკვე ბევრი შეიცვალა, მე ადრე უფრო მომწონდა სიმართლე, ძველი კონსტიტუციის უფრო მომწონდა და სისხლისამართლის კოდექსით ნახევარი ოპერაცია. ეს სხვა საკითხია. საკანონმდებლო დონეზე რაც უნდა მოხდეს ცვლილებები, თუ პრაქტიკაში ეს არ აისახა, რანაირი შედეგი არ იქნება. ახლა საკანონმდებლო რეგულირების საკითხი მეგონი უფრო
კარგი იქნებოდა მეტი დეტალები რომ იყოს რეგულირების საკითხი, კანონი უფრო დეტალურად რეგულირებდეს იგივე საპატიმროებში სამედიცინო მომსახურებით. სწორად და ზუსტად განისაზღვროს თუ რა შეღავათებს სპეციალიზებულენ დამოკიდებული პირები, როგორ იქნება მათი პროცედურა, როგორ იქნება მათი ინტეგრირება და საპატიმროში მოხვედრისას თუ პირი არის სიტყვაზე მომხმარებელი, მის მიმართ უნდა იყოს მთელი რიგი გათვალისწინებული პროცედურულად, კერძოდ იგივე მეტადონის სისტემა თუ არ შესაძლებელი და იგივე რო არ მოხდეს, როგორც ჩვენ გვესაუბრეთ, ბლოკის მომენტი, რომ პირველ ეტაპზე მოხდეს მისი გადაყვანა, ან სამედიცინო დახმარება მზად იყოს, რომ რამდენად შეუმსუბუქებ მდგომარეობა. იყო რამოდენიმე შემთხვევა, სადაც ნასამართლობა გაქარცხლდა, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია რო იყვნენ ნასამართლები ამუხლეთ, მაინც მოიპოვეს ორგანიზაციებმა და ამის გამო მათ უარი ეთქვათ რაღაც კონკრეტულ სამსახურში დასაქმებაზე. რაც ვთქვით, რომ სრულად ეწინააღმდეგება ყველაფერს თუ აქამდე რაც აქამდე იყო გადარებული, თუ ადამიანი სოციალიზაციაზე ეს არის სოციალიზაციის პირველი მტერი. არასრულწლოვანებისთან დაკავშირებით უნდა რომ მე ვფიქრობ შემსუბუქდეს ბევრად მდგომარეობა, იმიტომ არასრულწლოვანს არ შეიძლება ასე მკაცრად მივედგეთ ამ საკითხს, იმიტომ რომ არასრულწლოვანი, როდესაც ხდება გასამართლებული ამ მოხდე და ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩათვალეთ რომ ისი უკვე შემდგომი წლები უმეტეს შემთხვევაში გამონაკლისების გარდა წინასწარ განცილებულია ეს ადამიანი. ამიტომ არასრულწლოვანთა მიმართ უნდა მოხდეს ცალკე პროგრამის შემუშავება, მე მგონი უნდა დაიხატოს არა მარტო კანონმდებლობა, არამედ პრაქტიკაც, ვინაიდან ყველა სრულწლოვანს უნდა ინდივიდუალური მიდგომა საჭირო და მოხდეს სწორედ მათი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია უნდა იყოს პრიორიტეტი და არა სისხლის ამართლის მოხდების გამოყენება. ძალიან დიდი აქცენტი არასრულწლოვანებს ამიფრინდა და შეზღუდვება ეთიკურ მხარეზე. თქვენ წამოვაყენეთ ეს საკითხი, რომელიც განვიხილოთ რომ რო ართმევენ მართვის მოწყობას, ხო? მართვის მოწყობა, პედაგოგიური საქმიანობა, საჯარო სამედიცინო საქმიანობა და საჯარო სამსახური. ხო, ანუ აი ეს შეზღუდვები ხარ. სამწლიანი შეზღუდვა. ხო, ზოგსულიერი და ისაა დამოუკიდებელი საზღვრის გადაკვეთა შეგვიძლია. კი. ხო. კი, ამდენად მორალურად ეთიკურად გამართლებული, რამდენად ზოგადად მისაღებია ესეთი პირადი თავისუფლების შეზღუდვა, სწორედ ეთიკური საკითხი უკვე ცალკე განსაკუთრებული თემაა. და კვლევების ნაკლებობა. მე ვფიქრობ, რომ ეს ამ საკითხმა იკლო რატომღაც აქტუალურობა ბოლოს წლებში შეიძლება მივცდები, მაგრამ მე ყოველთვის მე მეცნიერული თვალსაზრისით ვამბობ, რომ ამ ჩემ დარგში თუ სადოქტორო თემებზე ამ საკითხზე მუშაობდა თითქმის 10-დან 6 კურსდამთავრებული, ეხლა მუშაობს 1 ან 2. რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ სწორედ ამის ხარჯზე უნდა მოხდეს კვლევების, სამეცნიერო კვლევებისა და იურისტების, სხვა დონის სპეციალისტების აკადემიური მუშაობის დახვეწის შედეგად მოხდეს რეკომენდები და არასიტყვაზე 1 ან 2 ადამიანის პირადი შეხებულებების საფუძველზე. იგივე უნდა მოხდეს 3-დან 4 წლამდე უნდა როგორც ერთი სადოქტორო ნაშრომის მუშაობას და ის იკვებს კონკრეტულ სპეციფიურ საკითხებს. და შედეგად ჩვენ მართლა დასრულებულ გამოკვლევ თემას ვიღებთ, რომელიც ადრე და სულ ეგრე ნებისმიერ ქვეყანაში ეფუძნება შემდგომ უკვე ამ საკითხების განვითარებას. იმიტომ რომ სწორედ მტკიცებულებად მოდის, რომ აი ამ სადოქტორო ნაშრომში, აი ამ კვლევაში ეს არის მოცემული და ეს არის სარწმუნო წყარო. დღეს არ ამგონი მე ითვალისწინებდეს თავებზე შემოდებული ადამიანების შრომა. ასევე სხვა სახის კვლევები, იგივე არასამთავრობო სექტორი, მე ვფიქრობ, უფრო მეტი დაფინანსება უნდა მიიღოს, მაგრამ არასამთავრობო სექტორი მომეც კონკრეტული შედეგები მოაქვს, ხო და არა მარტო კვლევის საკითხში, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით, იგივე 12 ნაბიჯი, ხო, ძალიან კაი შედეგებს იღებს როგორც საქმეობის მინასე, ორგანიზაციის მუშაობა, ინფორმაციის გავრცელების და მეტი კვლევები უფრო კონკრეტულ თემებზე. კერძოდ ერთი ტიპის ან სხვა ტიპის ნარკოტიკებთან დაკავშირებით. აი ეს გეტყვის მაგალითად, რომ არც ერთი კვლევა არსებობს კრისტალ მეტის ნარკოტიკთან დაკავშირებით, რომელიც მე გულისხმდება, რომ დღე-დღეზე საქართველოს ბაზარს ჩაძირავს. იმიტომ რომ კრისტალიზირებული მეტი, მეტამფეტამინი, ეხლა ამერიკაში არის ძალიან პოპულარული ნარკოტიკი და ის იმდენად ამოყურებდა და იმდენად ცუდი შედეგები რომ ამის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია. თავარი პრობლემა რაც არის, რომ ძალიან ადვილი გასაკეთებელია.